თუ პოლონეთში წავალ ამცემენ ან მომკლავენ. მართლა? პოლონეთში მივდივარ. შეიძლება გერმანია, შეიძლება სადმე, რომ კარგი ცხოვრება მქონდეს. პოლონეთი, პოლონელებისთვის. კარგია. იყავი პოლონეთივით. უბრალოდ იყავი პოლონეთივით. არ გჭირდება რასისტობა. არ არის საჭირო საშინელი ადამიანი იყო. არ გჭირდება ძალადობა. უბრალოდ უნდა გაიგო, რომ თუ შენს ქვეყანაში მესამე სამყაროს ქვეყნებიდან ხალხს შემოიყვან, შენი ქვეყანაც მესამე სამყაროს ქვეყანად გადაიქცევა. და სწორედ ამიტომ პოლონეთი არ გამოიყურება და არ იგრძნობა მესამე სამყაროს ქვეყნად. მართლა პოლონეთიდან გამოსული კადრები საოცარია, მაგრამ უნდა გაიგო მეტი იმის შესახებ, რას აკეთებენ და როგორ აკეთებენ ამას, რადგან ეს ნამდვილად გამორჩეულია. ისინი ადგენენ სტანდარტს თუ როგორ უნდა გაუმკლავდე იმიგრაციის კრიზისს, რომელმაც ევროპა მოიცვა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ ვარ კარგი. ეს არის უკან გაბრუნება და ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ რომ აქ ხართ. ამიტომ ჩართეთ შეტყობინებების ზარი, გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ ვიდეო და გააკეთეთ თქვენი საქმე. ეხლა უკვე მოძრაობის ნაწილი ხართ. ჩვენ ვართ. პოლონეთის საზღვარზე. ბელარუსი, ჩვენ პოლონეთში წასვლა გვინდა, მაგრამ არ გვიშვებენ. და ჩვენ თხეში ვართ, ძალიან ცივა და წვიმს. ცეცხლის დანთება არ შეგვიძლია. ჩვენთან ბავშვები არიან, ისინი დილით კვდრები იქნებიან. მართლა? და დახმარება გჭირდება, ძალიან ცივა. ჩემი ცოლი ავადა. დახმარება გჭირდება, პოლონეთში წასვლა გვინდა. უთხარით მათ, არ გვიშვებენ. თქვენს თუ პოლონეთში წავალ მცემენ ან მომკლავენ. მართლა? პოლონეთში მივდივარ. შეიძლება გერმანიაში, შეიძლება სადმე რომ კარგი ცხოვრება მქონდეს. ხედავთ, ეს არის ის ტიპის პროპაგანდა, რომელსაც თავს მოგახოვენო აგიხსნან რატო არის ასეთი საშინელი, როცა ქვეყნები არ უშვებენ ემიგრანტებს, რომ პოლონეთს ასეთი პოლიტიკა აქვს, პოლონეთი ასეთი საშინელია. აი რა ხდება ამ ვიდეოში. ეს კაცი მივიდა არალეგალურ საზღვართან, რომლის გადაყვეთაც მას არ შეუძლია და ძალიან კარგად იცის, რომ ამის უფლება არ აქვს. ეს არალეგალურია, ეს მარტივია. შეგიძლიათ დაინახოთ პოლიცია. და მაინც იმის ნაცვლად რო თქვას, ჰეი, შეცდომა დაუშვით, არალეგალურს ვაკეთებთ. იქნებ სხვა ქვეყანა ვიპოვოთ, სადაც ეს ლეგალურია. ის ამბობს, თქვენ საშინლები ხართ, ჩვენ რა ვქნათ, ჩვენი შვილები, ჩემი ცოლი. ალბათ საერთოდ არ უნდა მოგეყვანათ ისინი აქ, რადგან ეს ის ადგილი არ არის, სადაც შესვლის უფლება გაქვთ. მაგრამ ისინი ცდილობენ თანაგრძნობა გამოიწვიონ და გითხრან, რომ პოლონეთი საშინელია, რადგან თანაგრძნობა არ აქვთ. აი ირონია, თუ ამ ადამიანს და მის შვილებს თანაგრძნობ, საბოლოოდ საკუთარ შვილებსა და საზოგადოებას აღარ გამოიჩენ თანაგრძნობას. ამიტომაც, როცა ახლა პოლონეთს უყურებ, პოლონეთი ლამაზად და მშვენივრად გამოიყურება. და თითქოს ყველაფერი, რასაც ვიმედოვნებდით და ვისურვებდით, ევროპაში დაგხვდა. ლამაზი საღამოა პოლონეთში. მშვიდობა, სიცხნარია, სიმშვიდეა. ძალადობა არ არის. ქუჩებში არ ხდება თავის მოკვეთა, დაჭრა ან რაიმე სახის მასშტაბური დანაშაული არალეგალი მიგრანტებისგან. და პოლონელი ხალხი, არა პოლონეთი, პოლონელი ხალხი მიხვდა, რომ ეს არ ეხება საზღვარზე მდგომი იმ კაცისადმი ცუდად მოქცევას. ეს ეხება საკუთარი ხალხის დაცვას. და ზოგჯერ ეს უნდა გააკეთო ისე, როგორც მაშინ, როცა ხელფას იღებ, არ არიგებ მას ქუჩაში ყველასთვის, რომ მათ ფული გქონდეთ და შენ არაფრით დარჩე, რადგან ეს სულელური იქნებოდა. თუ საზოგადოება გაქვს, არ უნდა ზრუნავდეს სხვებზე უფრო მეტად და სხვებზე უფრო მეტად და არ იზრუნო საკუთარ ხალხზე. რასაც აქ ამბობენ არის ის, რომ პოლონეთი პოლონელებისთვისაა, ხო ასეა. და ეს გადაიქცა რაღაცა გიჟურ, თითქმის რასისტულ იდეად. პოლონეთი პოლონელებისთვისაა. ისინი არ ამბობენ რა ფერის პოლონელები, რა ტიპის პოლონელები, რა რელიგიის პოლონელები არიან. არა, ისინი ამბობენ, რომ ადამიანები, რომლებიც პოლონეთში არიან დაბადებულები და პოლონეთის მოქალაქეობა აქვთ, სწორედ ისინი იმსახურებენ პოლონეთში ცხოვრებას და არა სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულები. თუ ისინი ვერ შეიტანენ ჩვენ საზოგადოებაში ჯანსაღ წვრილს. ისინი არ ამბობენ, რომ ისლამისტები არ უნდა იყვნენ. ისინი არ ამბობენ, რომ შავკანიანები არ უნდა იყვნენ. ისინი არაფერს ამბობენ, რაც რეალურად რასისტულია. ისინი უბრალოდ ამბობენ, რომ სურთ საკუთარი ქვეყნის დაცვა. და როგორ აკეთებენ ამას, მეგობრებო? აი ესე. მოდით ვნახოთ. ხედავთ, როცა გვეუბნებიან, რომ ქვეყანაში არალეგალური მიგრანტები ცდილობენ შემოსვლას, ხშირად ნავები წარმოგვიდგება თვალწინ, რადგან მედიამ ასე გვაჩვენა, სირიის ლტოლვილები ნავებზე. ისინი პირდაპირ არ ღვევენ საზღვრებს.
საზღვრის დაცვის ხაზი ორ ქვეყანას შორის, რომელსაც სერიოზული უსაფრთხოების შედეგები მიმოაქვს, არა მხოლოდ არალეგალური მიგრანტებისთვის, მაგრამ ისინი მოდიან მაშინაც კი, როცა იქ პოლიციაა და ამბობენ, ეს ჩვენი უფლებაა, ეს ჩვენი საკუთრებაა, ჩვენ გავანადგურებთ თქვენს საკუთრებას. პირველი რამ, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ სხვა ქვეყანაში ჩასვლისას, არის იმ ქვეყნის კნის საკუთრების განადგურება. და მგონი ეს პირდაპირ გეუბნებათ ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ იმის შესახებ, თუ როგორ აპირებენ ისინი მოაპირებენ ისინი მომავალშიც იმ ქვეყნის მიმართ მოქცევას, რომელიც როგორც ჩანს თქვენს უფრო ფრონტთვის უფრო მნიშვნელოვანია მათთვის გადასაცემად, ვიდრე საკუთარი შვილებისთვის. წავედით. ისინი პირდაპირ აქ არიან და საზღვრის მავთუხვარს ჭრიან, შეხედეთ. შეხედე შენს უკან. წავიდეთ. წადი. და პაუნაც ეს უბრალოდ არ აინტერესებს. ასე რომ აქ არის საზღვარი და ეს ადამიანები მიიჩქარიან. როგორც ხედავთ, ისინი მიიჩქარიან გადმოსასვლელად. და პოლონეთის პოლიცია ამბობს, არა, აქ საზღვარია მიზეზით. ამას ეწოდება კანონი და წესრიგი. ეს ჩვენი ქვეყანაა. თქვენ ვერ გადმოხვალთ. ისინი პირდაპირ ცდილობენ ფიზიკურად გაარღვიონ საზღვარი. რას ფიქრობენ, რა მოხდება? ისინი გადმოვლენ ამ ხარეს და პოლიცია არ შეაჩერებს მათ. დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანები არიან, რა უნდა ვთქვა. მაგრამ აქ პოლიცია ამბობს, დიახ, ბოდიში, უკან დაიხიეთ, გაეცალეთ, დატოვეთ ჩვენი ტერიტორია. აქ არ გელოდებიან. სულ ესაა, მარტივია, რთული არაფერია. აქ არ გელოდებიან. თუ კანონიერ გზას არ იყენებთ. ეხლა ნახოთ ეს პოლონელი პარლამენტარი დომინიკი. 0 არალეგალური მიგრანტი. 0 ნიშნავს 0-ს. ჩვენ არავის უშვებთ. ეს უბრალოდ ფაქტია. რასაც შეგიძლიათ გააკეთოთ როგორც ევროპელებმა, უნდა დააწვეთ თქვენს პოლიტიკოსებს და უთხრათ, იყავით პოლონეთივით. 0 ნიშნავს 0-ს. რას ფიქრობთ იმაზე, რომ ბევრი სხვა ევროპული ქვეყანა თქვენ რასისტს ან ფაშისტს გეძახით? საერთოდ არ მადარდებს. საერთოდ არ მაინტერესებს. შეიძლება ვარდისფერს პილოტაც მომიხსენიონ. ზუსტად ეს თქვი. ნიუმენთან ქვეყანაში 2018 წელს ეს იყო 2018 წელი, როცა ეს ინტერვიუ მივეცი და ვთქვი 0 და ყველა ამბობდა, როგორ შეგიძლია ამის თქმა. კი, შემიძლია ამის თქმა. საერთოდ არ მაინტერესებს. უნდა იზრუნოს საკუთარ ოჯახზე, საკუთარ ქვეყანაზე. შენი საკუთარი უსაფრთხოება. აი ეს არის მთავარი. დაიცავით თავი, მეგობრებო. უნდა ვთქვა, რომ სინამდვილეში იმ ბიჭს ვიცნობ, დომინიკს, პოლიტიკოს. შევხვედრი ვარ მას. ეხლა მივწერ მას და ვეთყვი, როგორ ვაფასებ ასეთ კონტენტს. ნახე, კი, შეიძლება მას მკაცრი შეხედულებები აქვს, მაგრამ საქმე ისაა, რომ თუ გვერდზე გადავდებთ იმას, რასაც მედია გვიყვება, ეს ყველაფერი ძალიან რასისტულია. ეს საზიზღრობაა. როგორ შეგიძლია ასეთი რამ თქვა? და თუ უბრალოდ მოусმენ იმას, რასაც ის ამბობს, რომ ჩვენს ქვეყანაში არც ერთი არალეგალი არ უნდა შემოვიდეს. არალეგალი. ჩვენ უბრალოდ არ უშვებთ არალეგალებს. არ ვამბობთ, რომ კანონიერად შემოსულებს არ უშვებთ. არა, უბრალოდ ნულოვანი, არალეგალი, რაც სრულიად ნორმალური განცხადებაა, რომ თქვათ, ჩვენ არ უშვებთ დანაშაულს. ჩვენ უშვებთ ნულოვან დანაშაულს. ჩვენ არ უშვებთ 50%-იან დანაშაულს, ჩვენ უშვებთ ნულოვან დანაშაულს. ამგვარ განცხადებაში არაფერი არანორმალური. და მაინც ჩვენ მეინსტრიმ მედია პირდაპირ მანიპულირებს ჩვენით, რომ ვიფიქროთ თითქოს თუ ვამბობ ჩვენს ქვეყანაში 0 არალეგალ მიგრანტს დაუშვებ, მე როგორღაც რასისტი ვარ. თითქოს ეს ადამიანი როგორღაც რასისტია. ეს სიგიჟეა, კიდევ ერთხელ, არის ის რასისტი? შეიძლება იყოს. მე არ ვიცი მისი ყველა პოლიტიკა, მაგრამ იმ ფაქტზე, რომ ამბობს, ჩვენი ქვეყანა კარგად ასრულებს თავის მოვალეობას და არალეგალურ ქცევას არ უშვებს, ახლა მას რასისტად თვლიან. ეს ცოტა უცნაურია, არა? ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პოლიტიკოსი, რომელიც ადგება და ითქვის, კი, მე შევძელი კონკრეტული დანაშაულის შემცირება 0-მდე, რადგან ეს დანაშაულია კანონით განსაზღვრული, ხალხი იტყვის შესანიშნავია. კარგი საქმეა. ეს უნდა გააკეთო. და აქ კი თითქოს ამბობენ, არა, შენ რასისტი ხარ. შენ რასისტი ხარ, რადგან ამ ქვეყანაში დანაშაულის ჩადენა ფაქტობრივად შეუძლებელი გახადე. შენ რასისტი ხარ. ეს სიგიჟეა. მართლა წარმოუდგენელია, რამდენად შორს წავიდნენ იმისთვის, რომ დაგვეჯერონ. მაგრამ ეს მხოლოდ პოლიტიკოსებზე არ არის, ხომ ასია? ეს მხოლოდ ძლიერ საზღვრებზე და პოლიტიკოსებზე არ არის, რომლებიც არ ეშინიათ საკუთარი ქვეყნის დაცვა. ყველაზე მნიშვნელოვანია ვფიქრობ ეს ნაციონალიზმზეა. ეს იმაზეა, რომ ადამიანები მზად არიან თქვან და კიდევ ერთხელ ნაციონალიზმს ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვს, იმიტომ რომ იცით, არა ნაცისტური პარტიის გამო, მაგრამ აი ის იდეა, რომ ადამიანები ამბობენ, ჩვენი ერი არის ის, რაც გვიყვარს, უჭერს მხარს და უფრო მეტად გვჯერა ვიდრე სხვების, იმიტომ რომ ეს ჩვენი და ჩვენი ოჯახის მსგავსია, იცით, ოჯახურობა ცუდი რამ არ არის. მე უფრო მეტად ზრუნავ ჩემს დედაზე ვიდრე თქვენს დედაზე. ბოდიში თუ ეს გაწყენინებთ. და მე უფრო მეტად ზრუნავ ჩემს შვილზე ვიდრე თქვენს შვილზე. და მე უფრო მეტად ზრუნავ ჩემს ქვეყანაზე ვიდრე თქვენს ქვეყანაზე. ხანაზე ეს უბრალოდ ნორმალურია, ეს უბრალოდ ჯანმრთელია.
და უმეტესმა ადამიანმა ისე გააკეთა, რომ ეს თითქოს გადააქციეს იმაში, რომ ხალხს გონია, ეხლა უკვე გიჟი რასისტი ხარ. ეს არ ნიშნავს, რომ სხვები უნდა გძულდეს. მე არ მძულს თქვენი დედა. უბრალოდ ვფიქრობ, რომ ჩემი დედა უკეთესია. მე არ მძულს თქვენი ქვეყანა, უბრალოდ ვფიქრობ, რომ ჩემი უკეთესია და ღირს დასაცავად და დასაცავად. და თუ არჩევანის გაკეთება მომიწევდა ჩემს დედასა და თქვენს დედას შორის, ალბათ ჩემს დედას ავირჩევდი. და თუ არჩევანის გაკეთება მომიწევდა ჩემს ქვეყანასა და თქვენს ქვეყანას შორის, ალბათ ჩემს ქვეყანას ავირჩევდი. ეს ჯანმრთელია. ეს უბრალოდ ჯანმრთელობაა. ეს უბრალოდ ნორმალური საღი აზრია. ნახეთ, ბევრი ადამიანი, რომლებიც ქუჩაში ხმამაღლას სკანდირებენ, ზოგადად შეიძლება საშიში ჩანდეს. და ვფიქრობ, ეს არის მიზეზის ნაწილი, რატომაც ამ ხალხს ცუდი რეპუტაცია აქვს, მაგრამ ნახეთ, პოლონელები ამბობენ, ეს ჩვენი ქვეყანაა. ჩვენ არ გვინდა, რომ ცუდი იდეების მქონე ადამიანები შემოვიდნენ, ადამიანები, რომლებიც ასე მარტივად ჩადიან დანაშაულს. ადამიანები, რომლებიც იმის ნაცვლად, რომ აღიარონ დანაშაულის ჩადენა, მე დაგაბრუნებთ ჩვენს პირველ ვიდეოს დასაწყისში. ამის ნაცვლად, რომ თქვან, კი, ბოდიში, ანუ შენ თავი ცუდად უნდა იგრძნო. ეს ასე არ არის, ეს სწორიც არ არის და ეს კარგადაც არ იმუშავებს. სწორედ ამიტომ უნდა იყოთ უფრო პოლონეთივით. გმადლობთ, რომ ამ საკითხს ყურადღება მიაქციეთ.